ქობულეთში ქალაქის ტერიტორიაზე ნიადაგის დამშრობის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყება. 2500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად გამოწვეული ტენიანობის შესამცირებლად 3 სატუმბის სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნულ პროექტზე უკრაინის საპროექტო ინსტიტუტის უკრვოდ პროექტისა და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უკვე მუშაობს. პროექტის პრეზენტაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალი და მოსახლეობა დატბორვისგან მაქსიმალურად დაცული იქნება. პროექტის ფარგლებში ასევე ნაკრძალის ტერიტორიას დატბორვისგან დამბები დაიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლისათვის იგეგმება. სამუშაოებისთვის 11.800.000 ლარს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოყოფს. რამდენიმე მიმართულებით არის ეს პროექტი საინტერესო. ერთი ის, რომ ქალაქი განითვირთება ჭარბი წყლის ნალექისგან, ასე ვთქვათ. იცით, რომ ქობულეთში ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს სეზონის პერიოდში არის შემოდგომის დასაწყისში ჭარბი ნალექის მოსვლის საშიშროება. ამიტომ ეს არხი და ეს სამელიორაციო სამუშაოები, რომელიც ჩატარდება, ხელს შეუწყობს ქალაქის განთვირთვას. დაფინანსების უქონლობის გამო პრაქტიკულად არც საექსპლუატაციო, არც სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ სისტემასთან დაკავშირებით არ ხორციელდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ეფექტი იქნება ის, რომ 3000 ჰექტარი მიწა გამოსაყენებლად გახდება ვარგისი სოფლის მეურნეობის დანიშნულებით. უხვი ნალექებიდან გამომდინარე, ფაქტიურად მიმდებარე ტერიტორიები ხშირად იტბორებოდა, როგორც ჩვენ ახლა აგვიხსნეს, ფაქტიურად ეს ადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას გამოიწვევს იმას, რომ ფაქტიურად ის სავარგულები, რომელზედაც ერთწლიანი კულტურების მოყვანა ხდებოდა, იმათვისაც მომგებიანი იქნება და შესაბამისად გაცილებით ბევრი ტერიტორია დამუშავდება და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიებიც გადარჩება დატბორვისაგან.